რა ხდება მაშინ, როდესაც არ ვსწავლობთ? როდესაც არ ვაკვირდებით ჩვენ შინაგან მდგომარეობას? რა გვიჭირს და რა სიღრმეზე გვაწუხებს პრობლემები? ზუსტად ამ დროს მოდის ხოლმე გარეგანი პრობლემებიც, რადგან სამყარო გარეგანი პრობლემების საშუალებით გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ დავფიქრეთ, რას ვაკეთებთ არასწორად შიგნით. რა გვაქვს მოსაწესრიგებელი, რა გვაქვს დასალაგებელი, რა გვაქვს გასააზრებელი, რა გვაქვს გადასაყრელი, რა გვაქვს დასაბრუნებელი, რა გვაქვს გასაცემი, რა გვაქვს დასაფასებელი, რა გვაქვს ასაღიარებელი და რა გვაქვს გარეთ გამოსატანი. თუმცა ჩვენ ამაზე ხშირად არ ვფიქრობთ და ამას ყურადღებას არ ვაქცევთ და მუდმივად შიგნით ვიტოვებთ. ზუსტად ეს არის პრობლემა, რასაც არ ვსწავლობთ. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, როდესაც რამოდენიმე ფაქტორი, პრობლემა და შემთხვევა გადაებმევა ერთმანეთს, ყოველთვის გვახსოვდეს, რომ ეს ყველაფერი რაღაც ჩვენ შიგნით ხდება.